დიახ, ვენეციის კომისიამ ქართული ოცნების მიერ მიღებული რეპრესიული კანონების შეაფასა და 4 კანონთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოაქვეყნა. შეაფასა ქართული ფარა, რომელიც ზუსტად ამ სიტყვებით არის მოხსენებული შეფასების დოკუმენტში, ასევე გრანტების შესახებ კანონი, მაუწყებლის შესახებ კანონი და შეკრებისა და გამოხატვის შესახებ კანონი და 4-დან 3 კანონზე ვენეციის კომისიამ მოითხოვა კანონის გაუქმება, რადგან ფიქრობენ, რომ ეს არ ერგება ქართულ რეალობას. რაც შეეხება ქართულ ფარასთან დაკავშირებით, ვენეციის კომისია ამბობს, რომ ეს კანონი სიტყვასიტყვით არის გადმოტანილი ამერიკული კანონიდან, თუმცა ეს კანონი არ ერგება ქართულ პოლიტიკურ და სამართლებრივ რეალობას იმ დროს, როდესაც სასამართლო სისტემა არ არის დამოუკიდებელი საქართველოში და აკრიტიკებს ქართულ ოცნებას ანტიკორუფციული სამსახურისთვის გადაჭარბებული უფლებამოსილების მინიჭების გამო, რადგან რაჟდენ კუპრაშვილის უწყებას აქვს უფლებამოსილება შეაფასოს კონკრეტული ორგანიზაციების თუ იურიდიული პირების მხრიდან, როგორ აფასებენ, როგორ ასრულებენ ისინი და ემორჩილებიან აღნიშნულ კანონს და ვენეციის კომისია ფიქრობს, რომ კუპრაშვილს აქვს გადაჭარბებული უფლებამოსილება, რაც შეეხება აგენტს, ეს სიტყვა ვენეციის კომისია, როგორც ამბობს, ახდენს სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზებას. შესაბამისად, ვენეციის კომისია ითხოვს ამ კანონის გაუქმებას და კიდევ ერთი საინტერესო ჩანაწერია ამ შეფასების დოკუმენტში, რომ სამართლებრივი სისხლის სამართლებრივი დევნა არის გადაჭარბებული ვენეციის კომისიის თქმით, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობასაც კი. რაც შეეხება სხვა კანონებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისია ამბობს იმას, რომ არ იყო აუცილებელი მსგავსი კანონების მიღება და არ არის, ასე ვთქვათ, რელევანტური ქართული რეალობისთვის. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც პირდაპირ ეხებათ ეს კანონი, ამბობენ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის შესრულება არის ქართული ოცნებისთვის აუცილებელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება საერთოდ უარს ამბობს საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ვენეციის კომისიამ არაერთხელ უთხრა ქართულ ოცნებას, რომ ჩართულიყვნენ იმ პროცესში, როდესაც ქართული ოცნება იღებს ამ კანონებს და ვენეციის კომისიასაც ქონოდა ამ კანონების შემუშავების დროს ქართულ ოცნებასთან ერთად მუშაობის შესაძლებლობა. გრანტების შესახებ კანონთან დაკავშირებითაც ეს წერია, რომ პროპორციულობა არ ჩანს ამ კანონმდებლობის მიღების საჭიროების და ზოგადად წერია, რომ აქ შესული ცვლილებები უნდა იყოს ასევე გაწვეული, ისევე როგორც ივანიშვილის ფარასთან დაკავშირებით. წერია პირდაპირ ჯეო ფარა, ანუ ქართული ოცნების მიერ მიღებული ფარა და რეალურად ვენეციის კომისია ამბობს, რომ საქართველოში არ იყო საჭირო ასეთი ტიპის კანონმდებლობები უცხოურ ჩარევასთან დაკავშირებით და თუ კი საჭირო იყო რაღაცა ერთი კანონმდებლობის ფარგლებში შეიძლება მოქცეულიყო, ისიც უფრო თავისუფალი სივრცის დატოვების შესაძლებლობით და არა ამდენი კანონი, რომელიც ბუნდოვას ქმნის და მათი გამოყენება შესაძლებელი იქნება პოლიტიკური მიზნით. რაც კი მოეთხოვება კანონს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისად და რაც კი მოეთხოვება სახელმწიფოს, რომ თავი შეიკავოს ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვებისგან, მათ შორის ისეთების, როგორიც არის გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, ეს კანონები ამას ყველაფერს არღვევს. კონკრეტულად ფარასთან დაკავშირებით ის ამბობს, რომ ფარა შეიცავს უამრავ ბუნდოვან დებულებას, გაუგებარია რაც ნიშნავს აგენტი, გაუგებარია რაც ნიშნავს უცხოელი პრინციპალი, გაუგებარია რაც ნიშნავს პოლიტიკური საქმიანობა. ან რატომ არის ეს აუცილებელი, რომ შეიზღუდოს? ქართული ოცნება დაჭრილი არის ერთი მხრივ თავის მესიჯებში, მაგრამ მათ ავტორიტეტულობას და მათ დამოუკიდებლობას აქამდე ფაქტობრივად აღიარებდა ხოლმე, მაშინ როდესაც დაიწყეს მათი საწინააღმდეგო დასკვნების აქტიურად წერა და დაწერეს, ან ძალიან აქტიურად ხისტი შეფასებები ამ კანონებზე, უცებ აღმოჩნდა, რომ მანამდე როდესაც პატივსცემდნენ ამ ინსტიტუციებს, აღმოჩნდა, რომ თურმე ისინი deep state-ის დანამატები თუ რაღაცა მსგავსები ყოფილან. ქართული ოცნება ხშირად ამბობდა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნებს ენდობოდნენ და მათ შეფასებას იზიარებდნენ. ახლა საინტერესოა ამ შემთხვევაში რასიც იზამს ივანიშვილის გუნდი, რადგან 4 კანონიდან ვენეციის კომისია ითხოვს 3 კანონის გაუქმებას, რადგან ფიქრობენ, რომ ეს კანონები ასე ვთქვათ არ იცავს ადამიანის უფლებებს საქართველოში და ეწინააღმდეგება სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლად ოპერირებას საქართველოში. ამიტომაც საინტერესოა რა იქნება ქართული ოცნების გუნდის პასუხი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიმართ მომზადებულ დასკვნასთან დაკავშირებით.